შემოგვიერთდნენ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი როდე სვანაძე, მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე და კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიაშვილი სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ დავითიანის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. დილომშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის. შეჯამებამდე, წლის შეჯამებამდე ჯერ კიდევ ადრეა, ბუნებრივია, თუმცა რომ მიმოვიხილოთ წლის განმავლობაში დღევანდელი დღის ჩათვლით რა პროექტებზეა საუბარი, მიმდინარეზე, უკვე დასრულებულ პროექტებზე, რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და ვუთხრათ, მათთვის არ არის ბუნებრივია ახალი ამბავი, რომ დავითიანი წლის განმავლობაში უამრავ პროექტს ახორციელებს, ძალიან საჭიროს და მნიშვნელოვანს. მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ რომ ვისაუბროთ πρώτα და მოვახსენოთ მაყურებელს. შესახებ არაერთხელ ვისაუბრია ჩვენს გადაცემაში და კიდევ მრავალჯერ მოგიწევთ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მოწვევისათვის და ესეთი პოზიტიური შეფასებისათვის დავითიანის საქმიანობის. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავამართლოთ მისი უწმინდესობის იმედები და დედა ეკლესიის წიაღში შევძლოთ ახალგაზრდების მაქსიმალური შემოერთება, იმ სულისკვეთების გააზრება, რაც ყოველი ჩვენთანგანში, ყოველი მორწმუნეში არის, ეს არის ჩვენი ღირებულებების დაცვა, მათი განმტკიცება და რეალურად ცხოვრებაში გატარება ამ ყველაფრის. აი ამ მიზნების მსახურებაში არის დავითიანი უკვე თითქმის 19 წელია. და აი ამ წლის ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ უამრავ ათასობით ახალგაზრდასთვის მიგვეცა შესაძლებლობა გაგვეღო ის კარი, რომლითაც შეიძლება უშუალოდ ქრისტეს სიტყვის მიტანა, მათი გულების გათბობა და ამ ყველაფრით იმ საზდოს მიღება, რაც ყველას გვჭირდება, ხო? ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენ ახალგაზრდებში ეს ფასეულობები და მეტად დავაახლოვოთ დედა ეკლესიას. ამას მეტად თუ ნაკლებად დავითიანი ცდილობს, რომ ხარისხიანად გააკეთოს, ბევრს ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს გამოცდილებაზე და ნერგავთ ყოველწლიურად ახალს და ახალს და სწორედ ამით არის გამოწვეული ჩვენი მრავალმხრივი მიმართულებები დავითიანში. დასრულებული პროექტები შევახსენოთ მაყურებელს და შემდგომ უკვე მიმდინარეზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო წინა წელი, როდესაც ჩვენ საიუბილეო წლად გქონდა დავით მეფის ხსენების დღე, გარდაცვალებიდან 900 წელი და ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული დღე დავითიანის ისტორიაში და ზოგადად საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს მოვესწარით და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შესაბამისი პატივი მიგვეგო ჩვენი დიდი მეფისათვის. ეს დღე ძალიან ლამაზად ჩატარდა, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო, მოეწყო ძალიან საინტერესო ღონისძიებები და ამით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, თუ რამდენად დიდი მეფე გვყავს ჩვენს და რამდენად დიდი დანატოვარი გვაქვს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. როგორ მიმდინარეობს ამ პროექტების დაგეგმვა, რომ უთხრათ მაყურებელს, იდეები როგორ ჩნდება, ერთად ხდებით ალბათ ბუნებრივია და მოდის უამრავი აზრი მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. დიდი მადლობა კითხვისთვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. საერთოდ პროექტების დაგეგმვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმე. რა თქმა უნდა, ეს ერთი ადამიანის გონებაში მარტო არ მოდის ეს აზრი, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ ცალ-ცალკე ვქონდეს რაღაც კონკრეტული იდეა გაგვიჩნდეს, მაგრამ შეუძლებელია რომ შეჯერებული აზრის გარეშე რაღაცა პროექტი დავგეგმოთ. თითოეული პროექტი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშავდება დავითიანის სამუშაო გუნდის მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელმძღვანელის კოტეს ასე ვთქვათ, მთავარი ჩართულობით, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა შევათანხმოთ მაინც ერთობლივად და რა თქმა უნდა, ესე არ ხდება, რომ კონკრეტული მიმართულების ერთი პიროვნება, ერთი პირი წვეთდეს ამ ყველაფერს. უნდა შევაჯეროთ, უნდა გავიაზროთ, უნდა ვკითხოთ იმ პირებს, რომლებიც არიან კომპეტენტურები, ანუ გააჩნია რომელი პროექტი არის, თუ არის კულტურის მიმართულება, კულტურის წარმომადგენლებს ჩვენ გქონდა ამის ძალიან საინტერესო პროექტი გქონდა ამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე კვირეული მიუძღვენით ამის ჯერ უბრალოდ დაგეგმვას და ნუ მერე განხორციელებას ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა. თან ამავდროულად, აი საინტერესო არის ის, რომ თითოეული პროექტი უნდა მოვარგოთ იმ ბავშვებს, იმ ასაკს, რომელზედაც ასაკმაც უნდა განახორციელოს ეს პროექტები თითქმის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ, მაგრამ ჩართულობა არის აუცილებლად ბავშვების მონაწილეობით ხდება ეს. ამიტომ მათაც ვეკითხებით, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდების ის გუნდი დავითიანში, რომლებიც გაიარეს ჩვენი სწავლებები, საკმაოდ მნიშვნელოვანი გადამზადებები. წელსაც იყო ესეთი გადამზადების კურსები მათ გაიარეს ბაკურიანში.
და აი ეს ახალგაზრდები ჩვენთან ერთად გადიან ამ პროექტების შესახებ სამუშაო გარემოში ერთობლივად აუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ისეთი ხედვა, რომელიც მათ ხედვებისგან განსხვავებული ყოფილიყო. აი გვაქვს ესეთი შეხვედრები, როგორც თანატყოლები, აი ესე ვესაუბრები და მათგან ისეთი იდეები მოდის, რომლის არ გათვალისწინებაც უბრალოდ გამორიცხული პროექტი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მათი სურვილის გარეშე არ კეთდება არც ერთი პროექტი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ. კი, ნამდვილად ასეა და ამას ყველაფერს საბოლოო ჯამში აი ინდიკატორი რა არის, რომ ჩართულობა, აქტივობა როგორ მიმდინარეობს მე მათი ასე ვთქვათ აი ეს კონკურსებსაც ითვალისწინებს ასევე ეს პროექტები და იმდენად დიდია ასე ვთქვათ გამარჯვების სურვილი და ისეთი ცოცხალი ჩართულობა რომ ბუნებრივია ნუ ეს პროექტები გამართლებულია უკვე ჩვენ ასეთი ძაბიური პროექტი შეგვიძლია ვთქვათ ეს არის ჩემი სკოლის კედელი, ჩემი წიგნი ასევე საგანმანათლებლო პროექტი რომელიც საკმაოდ ესეთი არის აზარტულიც არის რაღაც მომენტში იმიტომ რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი ღებულობენ რაღაც პრიზებს მოტივაცია აქვს შესანიშნავი აუცილებლად უნდა გქონდეთ მოტივაცია ჩავატარებ მე თვითონ ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ შაშან ფაქტიურად პილოტი ჩავატარეთ ჩვენ მქონდა თვითონ ჩვენი ახალგაზრდებისთვის მცირე საგრანტო პროგრამა რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტები განხორციელდა და ნიკამ როგორც აღნიშნა ზუსტად გუნდურობით მქონდა გადანაწილებული პროექტების მართვა და მათ შორის რამდენიმე კარგი პროექტი შესრულდა რომელსაც ნიკაც ხელმძღვანელობდა თამუნაც ჩვენი კულტურის მიმართულებაც ორი სწვით შევუდათ მათაც ისაუბრონ ამ პროექტებზე ეს არის გაწმინდა ენა ერთი ძალიან კარგი პროექტი ახალგაზრდებმა შეიმუშავეს იყო ეკოლოგიურად მიმართულების პროექტი ძალიან დიდი შედეგი გამოიწვია კონკურსმა რომელიც მოიცავდა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების გაზრდას და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ აი სწორედ ამ აქცენტებს აკეთებს ჩვენი გუნდი ახალგაზრდებთან მუშაობის დროს აღნიშნეთ შეხვედრები, ასევე იცით უნდა აღინიშნოს და ჩვენს ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომ ხუჩაბათობით არის მოწვევთან შეხვედრა, ესეც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას და ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ახლაც არაერთხელ ითქვა, რომ ეს დავითიანი სწორედ ახალგაზრდების ჩართვას და ჩართულობას გულისხმობს და თამარი როგორც ასე ვთქვათ კომუნიკაციების მენეჯერი, თქვენ რო გითხრათ, როგორ ხდება ამ ახალგაზრდების ჩართვა და შემდგომ უკვე ამ პროექტების განხორციელება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართვას, ვიწყებთ, რადგან ჩვენი ბენეფიციარები და ჩვენი ასე ვთქვათ პროდუქტის მომხმარებლები არიან სკოლის მოსწავლეები, ბუნებრივია, ჩვენს პროექტებს ვაცნობთ მათ სასკოლო გარემოში, ვესაუბრებით მათ ამის შესახებ ჩვენი წარმომადგენლები ესაუბრებიან მათ თუ რა შეიძლება მათ მიიღონ დავითიანში, რა შეიძლება გააკეთონ და ასე შემდეგ, ნუ რა ელოდებათ მათ წინ და ამის შემდეგ ისინი ინტერესდებიან. ნუ პრინციპში რომ ვთქვათ ეს ნაბიჯები, როდესაც ჩვენ ამ საკლუბო მიმართულებას თავიდან ვიწყებდით, მაშინ უფრო აქტიურად გვიწევდა რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა. ახლა კი როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს შედეგები ის რაც დაიდო ამ პროექტების განხორციელების შემდეგ ეს ასე ვთქვათ რეკლამირება შესაძლებელია ითქვას რომ ეს საქმიდან გამომდინარეა და თვითონვე უჩნდებათ ბავშვებს სურვილი როცა უყურებენ რომ მათი წინა მორბედები, თქვათ რა პროექტებს აკეთებდნენ, თქვათ რა გამოცდილებებს იღებდნენ, მე თვითონაც უჩნდებათ სურვილი რომ თვითონაც გახდნენ ამ ყველაფრის წევრი და მომართვიანობა ახლა იმაზე მეტია, ვიდრე თქვათ ჩვენი რესურსი და თქვათ ჩვენ გვაქვს გათვლილი, თქვათ რა რაოდენობის ბავშვებთან შეიძლება რომ წლის განმავლობაში ვიმუშაოთ და ვფიქრობ ეს ამ მუშაობის შედეგია და იმის შედეგი თუ რაღაც სწორ აქცენტებს ვაკეთებთ პროექტების განმავლობაში. კოტე, ჩვენი მაყურებელი მიჩვეულია თქვენგან სიახლეების მოსმენას პროექტებთან დაკავშირებით და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ახლაც. რა სიახლეები იგეგმება ახლო მომავალში? რა თქმა უნდა, გვაქვს სიახლეები, შემიძლია რამდენიმე მათგანზე მცირე კომენტარი გავაკეთო და ნაწილი ცოტა მოგვიანებით დავაანონსო. რაც ნამდვილად დაზუსტებულად ვიცით, ჩვენ თქვენ მოგეხსენებათ, რომ მომდევნო წელი არის კიდე ერთი გამორჩეული წელი ჩვენი ქვეყნისთვის და აღენიშნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავი.
ამ მიმართულებით არსებობს უკვე საკმაოდ დიდი ინტერესი საზოგადოების მხრიდან და ეკლესიის მხრიდან. არის სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე და ჩვენ წილად გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ ამ დღესასწაულის გააზრებაშიც, ახალგაზრდებთან მიმართებაში და მის დაგეგმა აღნიშვნაში მონაწილეობის მიღებაც შევძლოთ. მივიღეთ ცოტა განსხვავებული გადაწყვეტილება, ჩვენ დავამუშავეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც დავითიანი გამოაცხადებს უახლოეს დღეებში იდეა პროექტების საგრანტო მიმართულებას. ამ კუთხით ჩვენ უკვე რამდენიმე ბიზნეს კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკება და უკვე გვაქვს პირველი ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს 18-დან 29 წლამდე ჩათვლით ექნება საშუალება წარმოადგინონ, შემოიტანონ ის იდეა პროექტები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ამ დღისადმი მიზღვნილი ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ან აქტივობის განხორციელება. პირველი საწყის ეტაპზე პირველადი ბიუჯეტი განისაზღვრა 10,000 ლარით, რომელსაც ჩვენ უშუალოდ დავაანონსებთ პროექტის დაწყებისთანავე და პარტნიორებსაც. ფიქრობ, რომ გავისარგებლოთ თქვენი ეთერითაც და მოუწოდებ დაინტერესებულ ბიზნეს სექტორს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს ამ იდეა პროექტების განხორციელებაში და რაღაცა ერთმანეთს მივცეთ მეტი გასახანი შესაძლებლობა. ახალგაზრდებს როგორ შეიძლება რომ შემოუერთდეს თქვენ გუნდს? კარგი, ეს არის უკვე მეორე ინიციატივა, რომელიც ამას არის რაც უნდა მეთქვა. სწორედ ზანეთ და თამუნამაც სწორად აღნიშნა დავითიანის სწორი აქცენტები გვაძლევს საშუალებას, რომ მეტი ინტერესი გამოიწვიოს ახალგაზრდების მხრიდან და არა მარტო ახალგაზრდების მხრიდან, ჩართულობის და გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ წლევანდელი წლიდან გავხსნათ ღია მიღება, ესე რომ ვთქვა, დავითიანის პროგრამების მიმართ. ეს შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული შესაძლებლობა, რომლის ფარგლებში ჩვენ დაგროვებულ ცოდნას და მიღებულ გამოცდილებას უკვე გადავცემთ იმ დაინტერესებულ სტუდენტებსა და უკვე ნებისმიერი მსურველს, ვისაც ექნება ამის განსწავლას მიიღოს, ეს იქნება შესაძლებლობის კარი, სადაც დახვდება ძალიან თბილი გარემო, დიდი ცოდნა და რაც მთავარია, მათ რეალიზების შესაძლებლობა. უნდა აკმაყოფილებდნენ თუ არა რაღაც გარკვეულ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს? რა თქმა უნდა, როგორც ორგანიზაციას ჩვენ გვაქვს, მადლობა შეკითხვისთვის, გვაქვს ჩვენი გარკვეული ძირითადი ღირებულებები, რომელსაც უნდა იაზრებდეს და ეთანხმებოდეს ჩვენი წევრი. რახანის წევრობაზე დაფუძნებული პროგრამები იქნება ელემენტარულად იმ ღირებულებებს უნდა იაზრებდეს, რასაც დავითიანი თავის დღის დღიდან ატარებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღირებულებების სხვა ღირებულების მქონე ადამიანისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი ჩვენთან ურთიერთობა. ჩვენ ძალიან ღია კარის პრინციპით მუშაობთ, ნიკაც იტყვის ამ მიმართულებით რელიგიური ნიშნით რო აღნიშნოთ, ძალიან ბევრი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ყოფილან ჩვენი პროგრამის მონაწილეები და გავუმარჯვეთ კიდევაც და ეს ძალიან გვახარებს, რომ ახალგაზრდებში ეს ურთიერთობა სიყვარული ამ ფონზეა გადაყვანილი და არა მხოლოდ რაღაცა ჩაკეტილ ერთ მიმართულებაზე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. კიდევ გელოდებით, რა თქმა უნდა, წლის ბოლოს ჩვენთან უკვე შესაჯამებლად წელი წელიწადის. მადლობა, გეწევით დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე, მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე და კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიაშვილი იყვნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლოს ნომრები.